განვიხილოთ ესეთი თემა, რას მალავს თქვენი პარტნიორი, საინტერესო თემა არის ჩემის აზრით. მას ასე დასდევ თუ არა იდუმალება თან. გარემოს აზრი, რომ ის ვალდებულია იყოს ძლიერი, მამაციც და უშიშარიც. რას მალავს და იმას, რომ არ არის დარწმუნებული საკუთარ არც თავში და არც სხეულში, რადგან ნაკლოვანებებს ხედავს ისეც, რომლის მიმღებლობაც თავად არ აქვს. როგორიც არის მაგალითად თუნდაც ფიზიკურობაში წამოზრდილი მუცელი, არასასურველი ფორმები, სადღაც, რაღაც, ნაოჭები და ასე შემდეგ. მალავს რეალურ ემოციებს, გულწრფელ ფიქრებს, არ უზიარებს არავის, რადგან ვინმე სისუსტედ არ ჩაუთვალოს მისი რეალური ბუნება. ისაუბრებს ყველაფერზე, მაგრამ არა საკუთარ გრძნობებზე. აქ მას ტაბუატებს პირდაპირი მნიშვნელობით. რას მალავს? მარტო სულია. სულ რომ აქტიურიც იყოს საზოგადოებაში, მაინც მარტოა. მალავს ასევე მავნე ჩვევებს, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად დალევა, მოწევა, აზარტული თამაშები და ასე შემდეგ. მალავს ბავშვობის დროინდელ კომპლექსებს, თუმცა მაინც ვერ ახერხებს ბოლომდე ამის დამალვას, რადგან ხშირად ამ ყველაფერს გადმოიტანს გაღიზიანებაში, აგრესიაში, როგორც სიტყვებით, ასევე ქმედებების სახითაც. როცა ის ავლენს უკვე იმ ბავშვობის დროინდელ ტრავმებს, რომელიც აქვს. მალავს იმას, რომ არასაკმარისი არის მისთვის ნათქვამი მიყვარხარ. მისთვის ნათქვამი მომენატრე. დეფიციტშია ეს ადამიანი, რასაც ქვია მისი მიმართულებით მზრუნველობის გამოვლენა გარემოსგან. მალავს სამომავლო გეგმებს. ყოველთვის თუ რა შეიძლება გააკეთოს, როგორ ხედავს ის თავის თავს, პირადში, ფინანსებში, კარიერაში და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ეს ხედვები დარჩეს მხოლოდ მასთან და არ გააზიაროს სხვებთან. როგორც ჩვენ ყველანი ვმალავთ ყველაფერს, რაღაცეებს, ასევე არის თქვენი პარტნიორიც, ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. მე წარმატებებს გისურვებთ. ინდივიდუალურად 557 16 73 53 Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები, ნუ მირეკავთ